ევრნაირ რეალობას არ მოვიდგენდი ქართული თეატრის დღეს, მათ შორის ასეთ ტირანიულს და ასეთ ავტორიტარულს, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ქართული თეატრი ასე გაერთიანდებოდა, ამხელა ერთობას აჩვენებდა და პარალელურად ამხელა სიყვარულს მაყურებლის და ეს მუხტი, ეს რაღაცნაირი სიყვარული, რომელიც მაყურებელს და თეატრს შორის არსებობს, სწორედ ის ორნამენტია, რომელიც ყველაზე მეტად ამშვენებს ქართული თეატრის დღეს და ვერასდროს ვერ ხვდებოდი რა არის ეს დღე და რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს და ახლა როცა ამ უწყვეტ კავშირს ხედავ, ეს ნამდვილად არის დღესასწაული და ნამდვილად არის დიდი ბრძოლის დღე, იმდენად რამდენადაც ქართული თეატრი ყოველთვის იბრძოდა, ქართული თეატრისთვის წინააღმდეგობა ტრადიცია, ჩვენ მოგვაქვს ამ ბანერი, რომელსაც აწერია იმ ტირანის წინააღმდეგ და სანდრო ახმეტელის დაბადების და გარდაცვალების მისი დახვრეტის წლები. სანდრო ახმეტელი იყო მთავარი წინააღმდეგობის ტრადიციაში და ქართული თეატრალური ტრადიციის შემქმნელი, რომელმაც ოცხელის თეატრიც გამოიარეთ, მარტვილის თეატრი მაქვს ხედავთ ახსენეთ და დიდი სიყვარულით გავიხსენეთ, ასე ვთქვათ, ასევე რეპრესირებული, დახვრეტილი სათეატრო მხატვარი, დიდი სცენოგრაფი, დიდი მხატვარი, რომელიც ასევე მაგალითია რუსულ რეპრესიებს, როგორ ემსხვერპლა თავის დროზე ქართული თეატრი და ახლა ჩვენ ამ ტრადიციის გათვალისწინებით სწორედ ვიბრძვით, ვართ ერთიანი, მოვიპოვებთ ამ ერთიანობით როგორც თავისუფლებას, როგორც პატიმრებისთვის, ასევე საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ქართული თეატრისთვისაც.